მოგესალმებით, მინდა შემოგთავაზოთ თევზის სალიანკა. მქონდა ასეთი პატარა თევზები, რომლითაც გადავწყვიტე ბულიონი მომემზადებინა. ბულიონში ვამატებთ დაფნის ფოთოლს, ხავს, ოხრახუშის ღეროებს და როდესაც ქაფს მოვაცლით, ჩავამატებთ პილპილის მარცვლებს. სანამ ბულიონი მომზადდება, გავამზადოთ სტაფილო გახეხილი, დაჭრილი ხახვი და კიტრის მწნილი, რომელიც უნდა მოვთუშოთ ზეთში დაახლოებით 10 წუთი. შემდეგ ვამატებთ ტომატს და კიდევ 5-8 წუთი ავთუშავთ ნელ ცეცხლზე. ამასობაში ბულიონი გაგრილდა, ამოვიღებთ თევზს, ხავს, მწვანილებს და გადავწუვავთ. შემდეგ ისევ შემოვდგავთ ცეცხლზე და რომ წამოდუხდება, დავამატებთ მოთუშულ ბოსტნეულს. შემდეგ ვამატებთ თევზს. მე ამ შემთხვევაში მქონდა მორაგული სტეიკი, თუმცა ფილეთიც შესაძლებელია რომ გავაკეთოთ. კარგად ამოურევთ. მარილს არ ვაყრით, ჯერ იმიტომ რომ კიდევ რამდენიმე ლაში ინგრედიენტი გვაქვს დასამატებელი. ეს არის შავი ზეთის ხილი, რომელიც მე დავჭერი, შეგიძლიათ ორად გადაჭრათ, შეგიძლიათ მთლიანიც ჩააგდოთ. და ასევე დავამატე თლიანები თავის ციცოთა წვენთან ერთად. მწვანე ზეთის ხილი. ახლა უკვე გავსინჯავთ, ნახავთ თუ აკლია მარილი, დავამატებთ. ჩემ შემთხვევაში საჭირო გახდა მარილის დამატება. ვადუღებთ ბულიონს იმდენ ხანს, სანამ თევზი მომზადდება. ვამატებთ დაფქულ პილპილს, კამას და ოხრახუშს. იმრიელად მიირთვით, ძალიან უხდება ლიმონი ზემოდან მოწვრილი. მადლობა ყურადღებისთვის.